მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მეცვა ვყარებ თქვენზე. ეხლა საქართველოს როცა ევროპის საბჭოს წევრი გახდა, როდესაც ჩვენ ევროპის ბინადარი ვართ, ძალიან ბევრი მომავალში ქვეყნის რეპუტაცია, მისი სახელი, მისი ავტორიტეტი ევროპაში დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორია ხელისუფლების მნიშვნელობა არ აქვს, რომელ შტოზია ლაპარაკი. ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანებისადმი, ადამიანის უფლებებისადმი. ევროპის საბჭოს საკვანძო საკითხი ადამიანის უფლებები, ადამიანის უფლებების დაცვა. მით უმეტეს რთული ეს პრობლემა და რთულია ძალიან გარდა იმისა, რომ საპატიოა თქვენი მოვალეობა იმის გამო, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული ახალი სახელმწიფოს მშენებლობა. კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. სამართლებრივ ბაზას ასე თუ ისე საფუძველი ჩაუყარეთ, სისტემა შეიცვალა, მოქმედებს ახალი კანონები, ახალი მოთხოვნები, თანამედროვე მსოფლიო და ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, მაგრამ თვით ადამიანი ბოლომდე ვერ შეიცვალა. ალბათ ეს ყველა ჩვენთაგანს ეხება იმ წყობიდან მოსულ ადამიანებს და ამ სისტემაში მომუშავეთაც. იმიტომ რომ ახლებული აზროვნება, ახალი აზროვნება, ახალი წესების, ევროპული სტანდარტების მიხედვით და მსოფლიო სტანდარტების, მსოფლიო წესების მიხედვით ცხოვრების სწავლას ეს ხანგრძლივი პროცესია. ძალიან ხანგრძლივი პროცესია და დამოკიდებულია არა მარტო ცოდნასთან, არამედ თვით ცხოვრების რეალურ ცხოვრებასთან. როგორია რეალური ცხოვრება? ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ძველი შთაბეჭდილებების ქვეშ იმყოფება. ჯერ კიდევ ძველი წესებით ცხოვრობს. ჯერ კიდევ ვერ აითვისა ის ახალი კანონები, რომელიც შეიქმნა დემოკრატიულ საქართველოში. ამიტომ თქვენი ფუნქცია და თქვენი მიზანი, თქვენი მისია განსაკუთრებულია. იმაზე თუ როგორ ჯერა ჩვენი მოსახლეობას, საქართველოს მოქალაქეებს, ამაზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი, ქვეყნის ხვალინდელი დღე. და სწორედ თქვენი მეშვეობით უნდა ჩამოყალიბდეს ეს რწმენა სიმართლისადმი, რწმენა სამართლის მიმართ, სიმართლე არ დაიკარგება. და ეს რაც უფრო ნაკლები იქნება სხვადასხვა ინსტანციებში, სიარული ადამიანების, ეს ხო ტანჯვაა, ეს ხო წვალებაა, ეს ხო დროის დაკარგვაა, ეს ხო თანხებია, ეს ხო ხარჯებია ადამიანებისათვის. ამიტომ თქვენ ხართ ის ხალხი, ის ადამიანები, რომლებმაც ასე ვთქვათ, რომელთან შეხებითაც, ურთიერთობითაც ადამიანის შვებას უნდა გრძნობდეს. მე ცოტა ზოგადად ვსაუბრობ დღეს. მე ახლა გამოვიყენებ ერთი ძალიან ცნობილი მოღვაწის ვახტანგ ბატონიშვილის სიტყვებს, რომელიც დღესაც ისევე თანამედროვე ჟღერს, როგორც ალბათ თავის დროზე. მოსამართლე დიდად ჩხრეკელი, მიმხვდარი, გამომძიებელი, თქვენ გეცვენებათ, მაგრამ მე მაინც ვიმეორებ. გონება აუჩქარებელი, დაწყნარებული, გამგონე, საჩივრის ყურის მიმგდები, გამსინჯავი, მოჩივრის მოადის მომცდელი და სხვისას მკითხველი. თუ ამისი სამართალი თქვენგან როგორ ისინჯვის
მოწმის მაძებარი უნდა იყოს უხრთამო და ღვთის მოშიში. მე მგონი ამ მოკლე დებულებაში ჩამოყალიბებულია მორალური სახე, ზნეობრივი სახე და თუ გნებავთ პროფესიონალური სახეც დღევანდელი მოსამართლეებისა.